ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყო. ხოლო თუ რატომ გაიყო და როგორ, ამას ჩვენი სტუმრები გვეტყვიან. მაშასე მივესალმოთ, ჩვენი სტუმრები არიან დები, ევა და ლიზა ოთხვანები. მოგზავნით. ვაიმე რა სილამაზეები მოგზავნენ. გამარჯობა, დაბრძანეთ. დედა რა ლამაზები არიან. მე მგონი მეტი ტაში უნდა ამ ამბავს, კაცო. დედა ეს აფეხსაცმელებიც როგორი ჭყვიალაა და როგორი აი ეს თიცე როგორი ლამაზი ბეჭდებია. ვაიმე, ვინ რომელი ხართ? ევა რომელია და ლიზა რომელია? ლიზი მე ვარ. თქვენ ხართ? თქვენ? ევა. ძალიან სასიამოვნო არის. ეს ჩანთა თქვენია? ძალიან ლამაზი. აი ესე კარგად რომ გამოვაჩინოთ, შეიძლება აი ასე ნახე როგორი ულამაზესი არის, ძალიან გიხდებათ. რამდენი წლისები ბრძანდებით? მე 6-ის. 6-ის. თქვენ ევა? 3. 3-ის? შესანიშნავი ამბავი არის. ძალიან კარგად გამოიყურებით. როგორ ხასიათზე ხართ? ხომ არ ღელავთ? მოგწონთ აკაურობა? ხო, და ძალიან მიხარია. ვაიმე, ვგიჟდები ამაზე. საიდან ჩამოხვედით მითხარით ევა და ლიზა? უდაბნოს გარეჯიდან. ბატონო? უდაბნოს გარეჯიდან. უდაბნოს გარეჯიდან? აჰა. საგარეჯოს უდაბნოდან ხო არა? არა? კარგი. ოთხვანები. წესით კახელები არ უნდა იყოთ თქვენ. სადაურები ხართ? სვანი. სვანები ხართ? სვანები ხართ? თქვენ სვანი ბრძანდებით? სვანური იცით? ცოტა. აბა მითხარით რამე სვანურად? იმჟი ხარი. როგორ? იმჟი ხარი. ეგ რას ნიშნავს? როგორ ახარ? აჰა, კარგად, მე კარგად. როგორ უნდა ვთქვა მე კარგად ვარო სვანურად? ხო ჩამცი. როგორ? ხო ჩამცი. ვერ ვიტყვი მაგას, ვერ გავიმეორე. აპლოდისმენტებით სვანურის გადასარევად იციან. რა მაინტერესებს, თქვენზე ამბობენ, რომ ანდაზები იციანო. მართალია ესა? კი. და იცი რა მაინტერესებს? სახლში კუბდარს აკეთებენ? კი. აი, კუბდარი როცა არის ხოლმე, რა შვებით ხოლმე 100 ჯერ ზომავთ და ერთხელ ჭრით მერე? არა. ანდაზები რატო გიყვართ? მე რო ვკითხულობდი ევას უსმენია და ისე რა ქვია, მე ისე რა ქვია ისწავლა. რა მაინტერესებს? საყვარელი ანდაზა გააქვთ რომელიმე, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ? მე ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყო. ხო, რატო? არ შეიძლებოდა რომ უმცროსისთვის მიეცათ? მაგრამ მაინც გაიყვეს, ხო? იმიტომ რომ ძმები იყვნენ და კარგად გადაანაწილეს. კიდე რომელიმე ანდაზა მითხარით? მითხარი. მე ლამთავისი კუდი მოწმედ მოიყვანა. კი ბატონო, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. შესანიშნავი ამბავი. კიდე ვიცით? ადრე ამდგა საკუთრესავე და ეწევამდე ვარ. აჰა, გაიგეთ რა შეასაკ. აი მე სულ მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ადრე ამდგარსა კურდღელსაო და აი ეს ადრე რომელი საათია, ხო არ იცით, როდის დგება კურდღელი? არა. ეხლა მითხარით უდაბნოში რო ცხოვრობთ, ეხლა თქვენ იქ ცხოველები ყავთ? კი. მართლა რები ყავთ? ძაღლი, კატა და კიდე ერთი ძაღლი. ძაღლი, კატა და? ძაღლი, 2 ძაღლი, 1 კატა. 2 ძაღლი და 1 კატა. რა მაგარი კიდე? მეტი თუთიყუში. თუთიყუშიც ყავთ? კი. რა მაგარი ლაპარაკობს თუთიყუში? არა. არა. რო დაიწყებს საუბარს დარწმუნებული ვარ ეგრევე ანდაზას ასწავლით თქვენ და. ძაღლებს რა ქვიათ და კატას მითხარი და თუთიყუშსაც მაინტერესებს. ბონი და მაქსი და პელე. ბონი, მაქსი და პელე. პელე ვინ არის? კატა. კატა? პელე რატო დაარქვით? სრულ მოძრაობებს აკეთებს? ფეხბურთს თამაშობს? არა. ეხლა მითხარით, თქვენ ბაღში დადიხართ ევა? მე სკოლაში. შენ უკვე სკოლაში დადიხართ. ბაღი გიყვარს ევაში? მართლა? რა მოგწონს ბაღში, აი მითხარი ევა? კარაქიანი პური. გადამრევს ეს კარაქიანი პური, კაცო. მე ერთი რაღაცა ვიცი, რომ შენ ძალიან გიყვარს ანგარიში, მართალია? კი? კარგად ანგარიშობ? აი დედა რო დადის ხოლმე მაღაზიაში დაყვები ხოლმე? ეხმარები? კი. დათვლაში. რა ვიცი, რო არ მოვატყუონ შემთხვევით ხო შეიძლება რაღაც, არასწორად აწონეს ან რამე რაღაც,
ტელეფონი რა დამჯდარი აქვს, მე უნგარეთში. მართლა? კი. ეხლა მე არა მაქვს ტელეფონი დამჯდარი და მოდი გადავამოწმებ. მაგას ეხლა შენ როგორ იცი? აი ეს ხელი როგორ არის მანახე? აჰა, რაღაცა ვიცი ეგ რაც არის მიახლოებით მე მგონი მე. 29-ს მივუმატოთ 8, მივუმატოთ 62, გამოვაკლოთ 9. 90. აბატონო. კარგი. 33-ს მივუმატოთ 8, გამოვაკლოთ 20, გამოვაკლოთ 9. 12. მართალია. რა მაგარია, სად ისწავლე ესა? დიდი რიცხვებით შეგიძლია? ასეულები შემიძლია. შეიძლება? მოდი მაშინ ერთიც შეიძლება რომ გადავამოწმოთ. 455-ს გამოვაკლოთ 305, მივუმატოთ 241. 391. 391. კი ბატონო, აი, ნამდვილად ასე არის. 391. ევა, რა მაგარი დაკავს, ნახე, რა მაგარი რაღაცები შეუძლია. ლიზი, მომისმინე ახლა. აბა 760-ს გამოვაკლოთ 210, მივუმატოთ 429. 989. კი ბატონო. 989, ანუ 999. როგორი ყოჩაღი ხარ? ანუ თქვენ კალკულატორი აღარ გჭირდებათ, დარწმუნებული ვარ, ხო? გადააგდეთ სახში, ადგინათ კალკულატორი, ტელეფონზე შეგიძლიათ წაშალოთ ეგ აპლიკაცია, აღარ იყოს აბსოლუტურად. რაშია საჭირო? ამეებით რაღაცებს ესე გააკეთებს ბავშვი, მშვენივრად, რა ვიცი. ევა, მე ვიცი რომ ანდაზების გარდა შენ ლექსიც იცი, მართალია? კი. მოიცე, კარგად მოვემზადები და ეხლა მოვისმენთ შენ ლექსებს, მიდი. ანაბანა სიხალმა ამიტანა ვენი ქვეყნის სიხალმა სადღაღა წამიყვანა დასისანქედები უნახებას იავადისთან ეს პატარა საქართველო და ყოფილა ამისთანა. რა ყოფილა ამისთანა? შესანიშნავი. აი ამ ლექსებს ვინ გასწავლის? ჩემ განისწავლა. შენ ასწავლე ლექსები? წიგნში ეწერა და ვსწავლობდი, კითხულობდი და მე ზეპერად ვიმახსოვრებდი. აი, როგორი ყოჩაღი ბავშვები არიან აქ. იცი რა მინდა გკითხოთ, ვინ გინდათ რომ გამოხვიდეთ თქვენ? ექიმი და მხატვარი. ევამ ჯერ არ იცის? იცის, მოწიდავე. იცი რა არის, ეხა ეთერ ლიპარტელიანის წარმატებას თუ გავითვალისწინებთ, მე მესმის რატომ უნდა ბავშვს ჭიდაობა. ეს სხვათა შორის დასაფასებელია ეთერისაც მივესალმებით აქედან და ამ სურვილსაც რომ ჭიდაობა უნდათ ბავშვებს უკვე თან გოგონებს. აპლოდისმენტები ამას. კარგი, ვისთან ერთად მობრძანდით დღეს მითხარით? ჩემ დედასთან, ჩემ დეიდაშვილთან, ჩემ დეიდასთან და კიდე ჩემ დეიდაშვილთან. შესანიშნავი ამბავია. კიდევ რამეს თუ ატყობთ, კიდე რაღაცის კეთება თუ უყვართ, კიდევ იმ ანდაზების გარდა, რა უყვართ ყველაზე მეტად? მუსიკალურ ინსტრუმენტებს სწავლობს ლიზი. მართლა? ევა ჯერჯერობით ვარჯიშობს მოჭიდავების ემზადება. ევა ვარჯიშობს ამასობაში, ლიზი და რომელი მუსიკალური ინსტრუმენტი უყვარს? ფანდური და დოლი. ფანდური და დოლი, შესანიშნავი ამბავია. ძალიან დიდი მადლობა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ძალიან ჭკვიანი ბავშვები ხართ. ძალიან საყვარლები, ძალიან ლამაზები, ამაზე შევთანხმდით უკვე და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საჩუქარს იმსახურებს. ახლა მოემართება ფაგიო ჩვენთან, რომელიც პირველ საჩუქარს მოგვარცხევს. აი ესეთი საყვარელი ფაგიო ყავს, რომელმაც საჩუქარი მოგვიტანა. ეს გახლავს ფაგების ნაკრები იმისთვის, რომ არ გაცივდეთ და შესაბამისად არანაირი ინფექცია არ მოგეკაროთ. დედამ იცის ფაგიო. და ახლა ვინ უნდა მოვიდეს კიდე? ლოკომოკოს ლომი. რა თქმა უნდა, ლოკომოკოს ლომი. აი ეს საჩუქარიც თქვენ მოდი, ეხლა ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ევა და ლიზა ოთხვანები.